სისტემური განლაგება როგორ ეხმარება ადამიანს რომანტიკული ურთიერთობების მოგვარებაში? ურთიერთობა, რომელსაც ბედნიერება არ მოაქვს მისთვის. ან საერთოდ არ აქვს ურთიერთობა, არანაირი რომანტიკული ურთიერთობა და ვერ ხვდება რაშია პრობლემა. პრობლემა იმაშია, რომ რომანტიული ჩვენ გგონია, რომ ერთად ვაკეთებთ ყველას და ერთ სივრცეში ვართ. და აქ ადრე თუ გვიან ერთმანეთის ინტიმური მტრები ხვდებით. იმიტომ რომ მე რომ ვიყო მჭირდება ჩემი პირადი სივრცე. ეს პირადი სივრცე არა მარტო ფიზიკური სივრცე. ანუ დრო და სივრცერით მე დაკავებული ვარ. ამიტომ ძალიან განსაზღვრული უნდა იყოს ჩემი პირადი სივრცე, მე რას ვაკეთებ, პარტნიორის პირადი სივრცე ის რას აკეთებს, იქ არ უნდა ვერეოდე და ერთად ჩვენ რას ვაკეთებთ. ეს თუ ძალიან კარგად განსაზღვრულია, მაშინ აქ საზღვრები იქნება ლავირებადი, ხო? ანუ ცეკვასავით იქნება, რა ზოგჯერ მე ჩემ რაღაცეებში ვარ, ზოგჯერ ერთად ვაკეთებთ რაღაცეებს. ან თუ სულ მოთხოვნა, მოდი სულ ერთად გავაკეთოთ რაღაც. ან მე ახლა სულ მარტო მინდა რომ ვიყო, აქ ეს დისბალანსი წევს. და ხალილ ჯიბრანის ძალიან კარგ მეტაფორას მოვიყვანე ხა მაგალითად, რომ ურთიერთობა გავს ორ სვეტს, რომელიც თუ ძალიან ახლო ერთმანეთთან სახურავად ჩამოვარდება. ან თუ ძალიან დაცილებული ეს ორივე სვეტი ერთმანეთს ნახად ჩამოვარდება სახურავი. ანუ გარკვეული დისტანცია საჭირო სიმყარისთვის. და აი აქ არ თამაშობ. აქ ხარ ნაღდი. და აქ თამაშობ და აქაც თამაშობ. აქ ძალიან ახლო ხარ, მარტო დეტალებს ხედავ, აქ კიდე ან ზედმეტად აღმერთებ, ან პირიქით ზედმეტად გმობ, ან პროექციებში მინიხარ. იმიტომ რომ შორს ხარ და ვერ ხედავ. მაგრამ გარკვეული მანძილი გჭირდება სიცხადის. მე შენთან ძალიან ახლო მოვიდე, დეტალებს დავიკარგებ, კლიენტ ვერ დაგინახ. ძალიან შორს რო წავიდე, რაღაცებს წარმოვიდგენ შენს. ანუ გარკვეულ მანძილზე ხედავ, როგორი ხარ, ხდები. და აი აქ თამაში წყდება. და სასწაული გვაქვს ეს, რომ როგორ გავჩერდო, არ ძალიან ახლო მივიდე და არ ძალიან